კიდევ ზეთი ჩაასხი წყალში? ჩვენ ხო სლიპინა გავხდით. წარმატებები რომ რაიმე соуსი მოგვეკროს. შეუძლებელია ესეთ პირობებში მუშაობა. გაჩერდი. დასვენება მჭირდება. ეხლავე თუ გამჭრი მთელი ჩემი სითხე დაიღვრება. დამაცადე რამოდენიმე წუთი და უფრო წვნიანი დავრჩები ვიდრე მშრალი. არ შეიძლება პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩამაგდო, რა თქმა უნდა, ეგრევე დავიბზარები. ხომ შეგიძლია თავიდან 5 წუთით ოთახის ტემპერატურაში გამაჩერო. წყალი გადამავლე სანამ შემწვავ და ტაფასაც არ მივეკრობი. უკეთესია მარილსაც თუ შეწვის პროცესში მომაყრი. ჯერ ამ წამს დამაგდე ტაპაზე და უკვე მარილს მაყრი. მაცადე ცოტა ყავისფერი ფერი დამედოს, რომ ხრაშ უნდა ვიყო და მერე მომაყარე. ესე სულ მოვითუშები. შემინახე საყინულეში 9 თვეზე მეტი და კვაკ, ჩემი საქმე წასულია, არ შემჭამო კვაკ ამდენი ხნის მერე. შემომხედე წებოვანი შეკრული მასა ვარ. სულ იმიტომ რომ ჩადებამდე დაგავიწყდა წყალი გადაგევლო. ძალიან ვბრაზობ, კარგად გამრეცხე. ქვემოდან გამხსენი და უფრო მარტივი იქნება. არც დავიჭყლიტები. არ გაქნა ნახი, როგორ მჭამს მაიმუნი?